დილამშვიდობისა. ესეთი საინტერესო საკითხი მინდოდა დღეს განმეხილა. ამდენი ინფორმაცია შემოდის დადებითი, უარყოფითი, უფრო უარყოფითი და რთულია გარკვევა სად არის სიმართლე. ეკონომიკური სიტუაცია ძალიან ესეთი გაურკვეველი და ეს არის, რა ქვია, ვერ განსაზღვრა რას უნდა ელოდო, ხო? და ამ დროს ჩანან ეს ეკონომიკური ადვაიზერები, მრჩეველები. აი გამოდის YouTube-ში თუნდაც და აი მე მილიარდერი ვარ რაღაც ეს გავაკეთე, ეს გავაკეთე, ახლა გირჩევთ ეს რაღაცა იყიდოთ, რა ქვია, ბიტკოინი. მე გირჩევთ კიდე რაღაც გაყიდოთ და ასე შემდეგ. ასეთი ადვაიზერები ხშირად არის YouTube-ში. ანახალ მეც უსმენ ხოლმე და ამ ამბავზე ერთი ის მინდა გითხრათ, აი ჩემი აზრით ასეთი მრჩეველები ბჭყალებში ხო? ესენი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ჩვენ მასებს, მილიონებს მოგცემენ ესეთ ინფორმაციას, რაც ჩვენ რაღაცას მოგცემს და რაღაცა პროფიტს გავაკეთებთ, არა მგონია, მაგათ სულ სხვა მიზანი აქვს. ერთი მიზანი ალბათ დააბრუნონ რაღაც ნაწილი ხალხის, რომ მათ შეცდომები დაუშვან და თვითონ რაღაც პროფიტი გააკეთონ, რაღაც მოგება მაგით. ან კიდე მეორე მიზანია, რა ვიცი, ეს თავისი წიგნი გაყიდოს, ან თავისი შეიძლება YouTube-ში რაღაც ესა, რა ქვია, ნახვების მიხედვით რაღაც შემოსავალი აქვს. ხო და ამიტომ ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს რა ჭირდება და რას დაუჯეროს და რას არა და ახლა მე პირადად ახლა აქ მაგალითად აი ნოტიფიკაციებში იქ ისა მაქვს, რა ქვია, ვერ მწერენ ხოლმე რაღაცებს turned off რა გამორთული მაქვს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცებს წერენ ხოლმე ხანდახან, რომ რა ვიცი მე რაღაც სრულად ულოგიკო ერთმა ადრე მომწერა, რაც ვჟუტურობ მოხუცო თუ არ მოგწოს რაც ვჟუტურობ არ მოусმინო მე რა ისა რა ქვია კი არავინ გაძალებს ხო საერთოდ გაიარე რა გაატარე იმიტომ რომ მქონდა საერთოდ ეს ნეიტრალური თემები და რა ვიცი ვის რაღაც ვიღაცას არ მოეწონა თუ რა იყო ესეთი რაღაც ძალიან ნეგატიური რაღაცები მომწერეს და თუ არ მოგწოს ეს აზრი უნდა გაატარო ხო და აარჩიო ის თემა რაც გაინტერესებს და რაც იცით დავუშვათ ხო ამის გარდა აი ახლა ესე იგი თქვათ აი რო ავიღოთ ჩვენი საქართველოს სიტუაცია ხო ყველა რო აბრალებს ერთმანეთს რო აბრალებს რო აი ეს რა ქვია ვიღაცის აგენტი ხარ აი დაუშვათ ასეთი მოდელია თქვათ შეიძლება ასეც არის რო აი თქვათ რაღაცა ნაწილი თქვათ ამ პოლიტიკოსების ჯგუფების არის ერთი მხარის აგენტი ჩრდილოეთის რაღაც დავარქვათ ასე მეორე ნაწილი დასავლეთის აგენტი დაუშვათ და არის კიდე რაღაცა ნეიტრალური ხალხი ხო თქვათ ახლა ესენი როგორც რასაც მე ვხედავ და რასაც ვუყურებ, როგორც ეთყობა, ესე იგი ერთმანეთს რაღაცა ლანძღავენ ამ ინტერნეტის სივრცეში, YouTube-ზეც, Facebook-ზეც და რაღაც ნეგატიური ინფორმაციები, თანაც იცით როგორ არის. იმის ვაგებად რომ რაღაცა ესე იგი აზრი გამოთქვას თავისი ზუსტი, ხო? ამის ვაგებად წერს, შენ რა ისა თვალი რაც გიგავს, თმა რაც გიგავს, ბანძი ხარ, ისა ხარ, რა ქვია, ეშმაკს გავხარ და რა ვიცი მე, ნუ ხო თუ ლამაზი ადამიანის ნახვა გინდა გადართე რა სილამაზის კონკურსზე რას უყურებ აქ პოლიტიკოს დაუშვათ საერთოდ ლოგიკურ რაღაცებია და ასეთ რაღაცას როცა ეკითხავ მე სულ არ აქვს სული რომ საერთოდ იკითხო ხო ეს არის ხო და მოკლედ ესე იმ თემას დაუბრუნეთ რაც რითაც დავიწყე რომ ესე იგი იყო ასეთი იყო კი არა არის ახლაც რობერტ კიოსაკი მე მგონი კარგი წიგნები აქვს დაწერილი Rich Dad Poor Dad ანუ ალბათ თქვენ იცით ადრე ტრამპის ადვაიზერიც იყო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და ახლაც ხშირად დებს ხოლმე ვიდეოებს YouTube-ზეც მათ შორის და ესე იგი ახლა დღესდღეობით ეგ ამბობს რომ ბიტკოინის აქვს დიდი მომავალი და ძალიან მოკლედ ჩადეთო რა თანხებიო და დიდი მოგებები გექნებათო და აი ეს კაცი ჭკვიანი კაცია რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი სასარგებლო იდეებს ამბობს ხოლმე, მაგრამ აი ეს ამბავი რაღაცა საეჭვოა, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვითონ ეს ძალიან ესეთი წარმატებული ბიზნესმენია, რამდენიც მე ვიცი და ვიკიპედიაშიც არის ინფორმაცია მასზე. ხო და მაგრამ ახლა თუ ასეთი მომგებიანია ბიტკოინი თვითონ ჩადებს იმ თანხებს და სულ არ გაახმაურებს ამას დაუშვათ. მეორე მომენტია კიდე ახლა თქვენ როგორ წარმოგედგენიათ რომ
რაღაცა მასა 20% 25 ვისაც აქვს საშუალება ჩადებს თანხებს ბიტკოინში და ყველა გამდიდრდება, ეს ხო ეკონომიკის ყოველგვარი კანონების წინააღმდეგია, ხო? ეგეთ რამე არ მოხდება. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ალბათ.